ისევე ვიმუშეთ მომდის. მე გაცული არა მაქვს. კონცული ჩავატოცხე. ოკუპაციასთან შეუგებლობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო ვალია ბებო 21 მაისს მეუღლის დათა პაპას გვერდით დაკრძალეს. ნათესავების და თბილისიდან ჩასული მოქალაქეების დიდი ნაწილი საოკუპაციო ხაზის მიღმა ხურვალეთის ბოლო გმირს შორიდან დაემშვიდობდნენ. ჭირის უფლების შორის არც გორის მერი, არც საკრებულოს თავმჯდომარე, არც შიდა ქართლის გუბერნატორი, არც ქართული ოცნების წევრი გიორგი სოსიაშვილი არ ყოფილან. ხურვალეთში არ ჩასულა სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ახვლედიანი და მისი უფროსი კობახიძე. მან ხომ ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ არ იცის რა შემთხვევაში უნდა ჩასულიყო საოკუპაციო ხაზთან. ინგოროყაშვილში დასაქმებული იკობახიძეს, რომლის ფანჯრებიდან დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები არ ჩანს, საოკუპაციო ხაზთან ჩასასვლელად საცცალია დიპ სტეიტს და ევრობიუროკრატიას ებრძვის საკუთარ გენერალ-მაიორთან ერთად მოქალაქეების კიდევ უფრო მეტი კონტროლის კანტორას აყალიბებს გალაქტიკის მასშტაბით ყველაზე დამოუკიდებელი მიუკერძოებელი თავისუფალი გახსნილი ხელისუფლებაზე არ მიმული ბიზნესის დაფინანსებული ტელეკანალების ეთერებისთვის ემზადება რომ წვავენ კითხვებს გაუმკლავდეს. საოკუპაციო ხაზთან რო ჩავიდეს მოსკოვი რო გაბრაზდეს ლავროვი და ზახაროვი რო შემოწყვენ რუსულმა პროპაგანდამ რო დატოქსოს საოკუპაციო ხაზთან რო ჩავიდეს მერე ბრიუსელს ვინ მიწეროს ღია წერილი იმ ევრობიუროკრატებს საქართველოს დაპყრობა და განადგურება რომ სურთ. საოკუპაციო ხაზთან რო ჩავიდეს მერე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვინ დაალაგოს. საოკუპაციო ხაზთან რო ჩავიდეს მერე ვინ იზრუნოს დანიის სამეფოში ადამიანის უფლებებზე. მერე ვინ გამოუყოს სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5.300.000 ლარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის. მერე ვინ გამოყოს სარეზერვო ფონდიდან 26 მაისისთვის 8.91.647 ლარი. რაც მთავარი ამ ყველაფერზე თანხმობა ხალხისგან აიღო. რა გგონიათ, დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მედიკამენტებისთვის ფულის გამოყოფაზე სარეზერვო ფონდიდან ხალხის თანხმობა რო გქონდეს, ფულს არ გამოყოფდა? მე მჯერა იკობახიძის მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართული ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომელიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. იკობახიძე ხალხის ფულს ხალხის ნების გარეშე ერთ თეთრს არ მოაკლებს, არც არასოდეს მოუკლია. იმისის მჯერა რომ 26 მაისის ღონისძიებაზე თავისუფლების მოედანი სავსე იქნება უბრალო ხალხით. ბატონი ბიძინას მისი ყველაზე პროქართული, დემოკრატიული, პროევროპული, ანტირუსული, გადაჭარბებული ნდობით აღჭურვილი, არასოდეს კორუმპირებული პარტიის მოღვაწეობით კმაყოფილი მოქალაქეები მადლობის სათქმელად გავსებენ თბილისის ქუჩებს და მოედნებს და ერისგულობისა დამაშველებსა და ხალხს შორის არც დაცვად ჩადგება და არც რკინის ჯებირი. ამ დღეს არავის გაახსენდება რომ 26 მაისს, როდესაც ხალხი და ჯარი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, კობახიძე თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ირუჯებოდა და სპორტ დარბაზში ვარჯიშობდა. არაფერი მთავარი ახლა ორ ფეხზე გახართ და იცავს სუვერენიტეტს, რომელსაც ასე გამოვლებით გვართმევს უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, დიპ სტეიტი, შეერთებული შტატების ძველი ადმინისტრაცია და მათი კუდები ტრამპის ადმინისტრაციაში. გერმანია, პოლონეთი, ბალტიის სამი ქვეყანა, რაც მთავარია დანია და სრულიად ევროპა. მე მჯერა პირველი კანონმდებელის მისი აღმატებულება ბატონი შალვა პაპუაშვილის, რომ მათ ჩვენი განადგურება უნდათ. ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ ისე რაკეტებსაც დაგუშენენ საქართველოს, ხო? ჭკუა მათ არ მოეკითხებათ. ერთ-ერთი ის არის, რომ საბედნიეროდ იმის ძალაუფლება არ აქვს, რომ რაკეტები გამოისწორონ ჩვენსკენ, თორემ გარწმუნებთ, ნება რომ ისე რაკეტებს დაგუშენდნენ, აქ ჯარს შემოიყვანდნენ და თან აქ აურებ გაამართლებდნენ, რომ კიო დემოკრატიის დასამყარებლად შემოვიდა ჯარი. მე მჯერა თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცის დადების შემდეგ თავდაცვის ძალებს შეუერთებიან, ფიქრობენ, რომ მარო მაყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე რუსებმა კი არა იმ ხელისუფლებამ მოკლეს, ვინც ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო. მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე იყო გუშინ რა და ზუსტად ისეთ იმას ვამჩნევ ხოლმე რა გოგოსთან დაკავშირებით ხო რომ რაღაცა აი თითქოს ამათ უნდათ მიწებება ეხა ამას რომ აი რუსეთს ებრძოდა და რუსეთმა მარო რუსეთმა კი არ მოგვიკლა მარო მაყაშვილი მოგვიკლა იმ ხელისუფლებამ რა როგორც ამ ხელისუფლებამ მოგვიკლა
გიორგი არწუხელიძე რა. ჯერა რომ დედაქალაქის გარდა 12 ისტორიულ ადგილს შორის, სადაც წვევამდელები ფიზდადებენ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზოც იქნება. გელათი როგორც სულუკიანის, მისი მემკვიდრის რუხაძის და საერთოდ ქართული ოცნების მიერ შენარჩუნებული იდენტობის სიმბოლო. საშუალება რომ იყოს, საყდრისიც იქნებოდა ფიცის დადების ადგილი, მაგრამ ხალხმა არ მისცა თანხმობა საკუთარი ფულის დახარჯვაზე იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველაზე დიდმა ქველმოქმედმა მეცენატ და თანამედროვეების ილიამ ექვთიმემ და უფრო მეტმა ბატონმა ბიძინამ დაგვიტოვა. იმის ძიებჯერა რომ ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს აღნიშნვის ბანერზე წმინდა ნინო საერთოდ რომ არ არის და მისი ჯვარი უფრო დიდად რომ არ არის წარმოჩენილი დიზაინერის ბრალია. ასევე მჯერა დიზაინერის ბრალია ან საორგანიზაციო კომიტეტში გარეძალების ჩანერგილი ხალხისთვის რომ მისი უწმინდესობის ილია მეორის გვერდით არ არის გამოფენილი პატრიარქ კირიონ მეორის ბანერი, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს ასეთი რამ თქვა. მადლობა ღმერთს. 100 წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ეს უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატურა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნეს სიფხიზლეს ცხოვრობს ჩვენგან. ჯერა რომ იმავე ჩანერგილის გამო ამ ბანერზე ვერ მოხვდა პატრიარქი ამბროსი, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დევნილი ეკლესიის საჭეთყობელი, რომელმაც რუსების მიერ ოკუპირებული საქართველოსთან გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას მიმართვა გაუგზავნა და საქართველოსთან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა მოითხოვა. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ სხვათა ძალდაუტანებლივ და უკანახოთ მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა. შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნეჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. ამ დღეს მთავარსარდალი მისი აღმატებულება ფიცს ჩაიბარებს და გაახსენდება, რომ მხოლოდ მასთან და არავისთან სხვასთან. კონტაქტისას ვენსმა გაარკვია, არ იცოდა ქრისტიანები რომ ყოფილვართ და პატრიარქი წყოლია და იცით კიდევ რა, მხოლოდ მისგან და არავისგან სხვისგან გაიგო რომ გაქრისტიანების 1700 წელს აღნიშნავდა რომ 7 მაისი ოჯახური სიწმინდის დღეა. აბსოლუტურად ბუნებრივია, აი ახლა ამ წუთში ფაქტობრივად შუათხის 3 საათია, დილიდან გამოსული ხალხი, უზმოდ მყოფი ხალხი რომ დაიღალა და ასე ვთქვათ შესაძლოა სიხალვათე უფრო იგრძნობა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ყველას შემართება, ჩვენი ერის შემართება. პირდაპირ ტრანსლაციის კომენტატორი იმის კომენტატორია, რომ კომენტარი გააკეთოს იმაზე, რასაც კადრში ხედავს და აღიქვამს. ვიცი აქამდე რაც ვისაუბრე, გადაჭარბებული ირონია იყო, თუმცა როგორც გამოვიდა, ისე გამოვიდა. ახლა კი მინდა კიდევ ერთხელ ვკითხო ორბელიანის სასახლის ბინადარს. თეთრი სახლიდან რომ უნდა დაერეკათ, დაგირეკათ ვინმე? ეთანხმებით სოოლაკის ქედის, თაბორის მთის, ჭორვილის, ურეკის, აბასთუმნის და სიაგრუზიის კარის შათირას რომ დონალდ ტრამპის მიერ ვითომ და დიპ სტეითის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის სრული ფარსი აღმოჩნდა. მეტიც, უკვე ყველასათვის ცხადია, რომ დონალდ ტრამპის დიპ სტეითის მიერ იმართება. ეთხოვოთ მოსაზრება კი არა, უკვე დადასტურებული ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ აიხსნება ის, რომ დონალდ ტრამპს არც ერთი ოლიგარქიული ოჯახი და მათი კომპანია არ უმხილებია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ვითომ წელს უკან ის დგას, ვინც თქვენ ჰაბიტუსის გამო შეგასახლათ ორბელიანის სასახლეში. ხომ არ ფიქრობთ, რომ 26 მაისს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტების წინ დგომა სულ მცირე უხერხულია, რადგან თქვენი ბატონი მოქმედი ირაკლი ცოცხალი ტროლი, შპ, გარუსებული თბილისის 20%-იანი გადანაჩენები და ასე შემდეგ ტრამპს ლამის მიწაში როცა დებენ, პროპაგანდა იქვე სიამაყედ ყვება, რომ უხრომაში სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე მრავალეროვნული სწავლება ტროას ნაკვალეები 2026 ოფიციალურად გაიხსნა და მასში საქართველოს შეერთებული შტატების, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. და რომ წუთნა შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების, ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივ ორგანიზაციებით იმართება და რომ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა რედ კრისტერმა მიმართა. ვის ატყუებთ აქა-იქ შემორჩენილ მომხრეებს?
თუ აი იმას რომ უნდა დაერეკა, ეგ რომელი შეერთებული შტატებია, რომლის პრეზიდენტიც Deep State-ის მიერ არის მართული? ეგ რომელი შეერთებული შტატებია, რომელსაც ომში ჩვენი ჩათრევა უნდოდა? ეგ რომელი გაერთიანებული სამეფოა, მოქმედი ირაკლი, ცოცხალი ტროლის შეფე და ასე შემდეგ ბატონის წვრილფეხობა დემოკრატიას და სამართალს უწუნებს? ეგ რომელი პოლონეთი, რუმინეთი და ესპანეთია, შემთხვევით ევროკავშირის წევრები ხომ არ არიან? Ну, ребята, вы выбираете. Ведь Евросоюз и НАТО – это всего лишь аббревиатура и буквы. В Конституцию внести мечту народа вступить в блок НАТО, это паранойя. ეს რჩევა იგორ პანტელეიმოვილიჩმა ბიჭებს ჯერ კიდევ 2023 წელს მისცა. რუსეთის სპეცსამსახურების სტაჟიერმა მაღალჩინოსანმა მაშინ უკვე იცოდა ამათი არჩევანი არც ევროკავშირი, არც ნატო. უკრაინაში ყასაბის შეწრის შემდეგ ყველაფერი ცხადზე ცხადი გახდა. ახლა კი ყველაზე დიდმა ქართულ რუს ოლიგარქმა კაფიოთ უნდა თქვას ის, ვირისი თქმის დროც მოვიდა. მეტი დრო მას აღარ აქვს. უკრაინის ფრონტზე მარცხისთვის განწერულ ბუნკერის დიქტატორს ბოლო ამოსუნთქომდა ჩინეთის სვალსას, რომელიც პეკინიდან ხელცარილი დაბრუნდა უკრაინულ დრონებით საგახვრეტილ მოსკოვში და ახლა ორ კვირაში დიდი ალბათობით სომხეთში სრული ფიასკო ელის, ერთი არც თუ ისე მცირე ნადავლის სჭირდება. საქართველოს გრუზიად უნდა გაფორმდეს. ჩემი ვარაუდით და დაკვირვებით, იანუკოვიჩის სცენარი ივანიშვილს დიდი ხანია მზად აქვს. უკრაინის ბოლო რუსი დიქტატორის მინისტრთა კაბინეტმა 2013 წლის 21 ნოემბერს ნომერ 905 დადგენილებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადება შეაჩერა. 10 დღით ადრე იანუკოვიჩის საიდუმლო ვიზიტით პუტინთან იმყოფებოდა. არ ვიცი რამ გამახსენა აშხაბადის დერეფანში მოქმედი ირაკლის ეს ბორიალი, მაგრამ დაუბრუნდეთ იანუკოვიჩს, რომელმაც 2013 წლის 28 ნოემბერს ვილნიუსში ხელი არ მოწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, მიუხედავად იმისა, რომ 10,000-ობით უკრაინელი ხელმოწერას ითხოვდა. მშვიდობიანი მანიფესტატების რუსების დახმარებით სასტიკად დარბევამდე და ქვეყნიდან გაქცევამდე იანუკოვიჩი ამბობდა ევროკავშირი უკრაინის стратегიული მიზანიაო. Питання європейської інтеграції – це наша стратегічна ціль. Ми сподіваємося, що в листопаді місяці цього року буде підписана угода про асоціацію. Україна досягла тих критеріїв. თარგმანი არ სჭირდება გასაგებია, რასაც ამბობს იგივეს, რასაც თავის დროზე ივანიშვილი და მისი სინდიკატი იანუკოვიჩი დარწმუნებული იყო, რომ პუტინის დავალების შესრულებას პროტესტი არ მოყვებოდა. კრემლის წარმოსახვაში გარუსებულ უკრაინაში ადვილად გადაყალბავდნენ ევროპაზე, ანუ მოსკოვისგან თავის დახვწევაზე უარს. კრემლს პროპაგანდის მანქანა არ ქონდა ჩართული, რომ ევროპა იდენტობას გვართმევს, ევროპაში უკრაინელ კაცებს გაათხოვებენ, ევროპა ეკლესიებს დაგვიხურავს და ასე შემდეგ. ანუ ის, რაც ასე აღვირახსნათ და დაუფარავად მოედინება ქართულენოვანი რუსული პროპაგანდიდან. ჩვენ ცალფერცზე დგომით, სუვერენიტეტის დაკარგვით, ომით, ტერიტორიების დათმობით და კაცების ქორწინებით და სარწმუნოების შეურაცხყოფის ხარჯზე, რა თქმა უნდა, არც ერთ გაერთიანებაში არ შევალთ. უკრაინული შეცდომები კრემლმა ვითომ გრუზიაში გამოასწორა. შესაბამისად, სულმცირე ბოლო 2 წელია სხვა წლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ივანიშვილის სინდიკატი, პროპაგანდის მანქანა, ტროლბოტების ქარხანა, ვითომ ერის მამები, ვითომ ერის სულიერი სინდისები, ვითომ ინტელიგენცია, ვითომ ექსპერტები და ასე შემდეგ, დილიდან საღამომდე მუშაობენ იმაზე, რომ ქართული საზოგადოება დააჯერონ. ევროპა ქართულ იდენტობას გვართმევს. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. არა ევროპას კი რუსეთს და ფარისეულ პატრიოტიზმს ოპერაციის პირველი ეტაპი 2024 წლის 28 ნოემბერს მოქმედი ირაკლის ცნობილი განცხადებით დაიწყო, როდესაც ივანიშვილის გადაწყვეტილება საჯარო გახდა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების დახურვა 28 მხოლოდ იმიტომ, რომ დრო მოიგოთ. ამ 4 წლიდან 2 გაელია, პროტესტი არ გაელია. შეერთებულ შტატებთან რაც არ და ვერ ლაგდებოდა, არ და ვერ დალაგდა. ბოლოს სულმცირე 2 კვირის აღვირახსნილი კამპანია ევროკავშირისა და ელჩების წინამდე მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ამ 2 წელმა ივანიშვილისთვის ფუჭად ჩაიერა. ორბანის განულების შემდეგ კი ცხადზე ცხადი გახდა, რომ ივანიშვილმა ის რაც ორბანის დროს ვერ დაალაგა ბრიუსელთან, ახლა საერთოდ ვერ დაალაგებს და უკვე ხმამაღლა აცხადებს არა ევროპას.
ახლა საზოგადოების უფრო ზუსტად მათი ჯერ კიდევ შემორჩენილი მომხრეების ბოლო შემზადება მიმდინარეობს, რომ კობახიძე მოღალატე იანუკოვიჩის მოღალატე პრემიერის აზაროვის მსგავსად 905 დადგენილებას გამოაცხობს. ცოცხალი ტროლის ბოლო გზავნილი ჩემთვის პირადად ამის ლუსტრაცია და წინსწრები განცხადებაა. ფიქრობ, რომ 26 მაისის შემდეგ ივანიშვილი ევროინტეგრაციაზე ოფიციალურად იტყვის უარს. ისინი მიექანებიან ცივილიზაციული უფსკულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს და რა თქმა უნდა ისეთ ევროკავშირში რომელშიც მარტო სახელია ევროპული, რა თქმა უნდა ჩვენ ახს ვერ ხედავთ საქართველოს მონაწილეობა. უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მოღალატე იანუკოვიჩი ამ დროს როსტოვში იყო. ახლა სადღაც პოდმოსკოვიეში და ვინიცის პუტინთან ერთად როგორ ემალება უკრაინულ დრონებს. იანუკოვიჩი მოსკოვში გაიქცა, რუსი იყო და სახელმწიფოს უღალატა, აბა სად წავიდოდა. მასთან ერთად რუსეთში გაიქცნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა თავდაცვის იუსტიციის განათლების მინისტრიც კი. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის შეფი, რადაც რამდენიმე წევრი ბიზნესმენები საერთო ჯამში სხვადასხვა მონაცემებით იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან დაახლოებული უკრაინის 5000-მდე მოქალაქე გაიქცა პუტინის რუსეთში. ორ დღეში 26 მაისია 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი იმ დამოუკიდებლობიდან, რომელიც ქართველი გვარის მატარებელმა რუსებმა წაგვართვეს. 108 წლის შემდეგ თვისობრივად ახალ საქართველოს, რომელსაც ბოლო 14 წელია ჯიჯგნის ისტორიის წინაშე უკვე დამარცხებული და უკრაინელებთან გარდაუვალი მარცხისთვის განწეული პუტინის რუსეთი, ჰყავს თაობა თავისუფალ საქართველოში დაბადებული და ივანიშვილის გრუზიაში გაზრდილი თაობა, რომელმაც დარბევის, ცემის, დაპატიმრების, რეპრესიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, მოსმენის, დასმენის თვალთვალის მიუხედავად მიტაცებულ საქართველოში გაუქმებულ სახელმწიფოში ხილულ რუსულ ოკუპაციაში მოახერხა ის, რაც ვერავინ მოახერხა. მოქალაქეებმა ერთი თითის დაჭერით გააზრებულად სრული არსით შეაგროვეს თანხა. ზოგმა ალბათ ბოლო ლარი გადარიცხა, ზოგმა მეტი, ვისაც რამდენი შეეძლო, მოიკლეს და თანამოქალაქეებს გაუზიარეს მცირედი და ამასთან კორუმპირებულ ძარცველ კოლაბორაციონის დივერსანტულ დაჯგუფებას, ეკლესიასაც წმენას ამოფარებულ ფარისევლებს ივანიშვილს და მის მარიონეტებს მკაფიოდ უთხრეს არა. კი სიცოცხლეს, კი მომავალს, კი საქართველოს. პლებისციტი, რეფერენდუმი, არჩევნები და უფრო მეტიც პოლიტიკური განაჩენი დრო ამოგეწურათ წადით. მოხდა და ხდება ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს მას, ერთიანობა. ამიტომ ახლა მამარდაშვილმა როგორც თქვა, იყავით ყურადღებით, არ გაუშვათ მომენტი, იმიტომ რომ ეს მომენტი არ გაგრძელდება, მხოლოდ ერთი წამით არის მოცემული. ორ დღეში 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ორ დღეში მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, საქართველოს ეროვნული გმირის. ორ დღეში პირველი პრეზიდენტის ცნობილი სიტყვიდან საქართველოს არჩევანის შესახებ 36 წელი გავა. გზა ქრისტესი და გზა ბარაბასი. რა სიმბოლურია, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთიანობის დემონსტრირების ბიძგის მიმცემი ილია უნის სტუდენტები იყვნენ. მადლობა დაიცავი ილია უნის. წამალი ბავშვებს და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო, დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.